მოგესალმებით ჩემო ძვირფასო მაყურებლებო, მეგობრებო, მსმენელებო, რა ვიცი ვინ როგორ უსმენს, უყურებს, უსმენს, მე მაგალითად ნახევრად უსმენ ვიდეოებს, როდესაც აქეთ საქმეს ვაკეთებ, აქეთ სხვა რამეს ვაკეთებ, აქეთ უსმენ, როდესაც ვიდეოს უსმენ. ხო და ეს ვიდეო წინათ ახლა მე გუშინ წუხილ რომ ავტვირთე, გამეთიშა. სანამ ინტერნეტი წინა კვირას გამეთიშებოდა, მე ვიფიქრე რომ კიდევ ერთღენი ის მქონდა ჩართული ინტერნეტი, ვიფიქრე მოვასწრებდი მესამე ვიდეოს დადებას, მაგრამ მხოლოდ ჩაწერა მოვასწარი. რატომ და თურმე 11 საათზე მეთიშებოდა, ფიქრობდი და გამეთიშა 10 საათზე. ამიტომ თან შეწყდა, ამიტომ იმ ადგილიდან გავაგრძელებ, სადაც შევჩერდი. თქვენ გაჩვენებენ მხოლოდ შედეგს. ის არსებები, რომლებიც დახტებიან გარდაცვლის, როდესაც გარდაიცვლები და თქვენი სული გამოვა სხეულიდან და რომ და გააგრძელოთ გზა, ამ გასასვლელში დახტებიანო, წინა ვიდეოში მოვყევი მე იმაზე, რომ არსებები, რომლებიც იკეთებენ ჩვენი ახლობლების ნიღაბს. და შემდეგ მოკლედ ვიტყვი, რადგან წინა ვიდეოში ეს ცლათაა ახსნილი, ისიც ახლა მე მინდა. ყველა მეთოდს მოსინჯავენო და შემდეგ პანორამას გაჩვენებენო, ცხოვრების პანორამას. და ამ პანორამაში გაჩვენებენო იმ მომენტებს, რა დროს შენ ცოდვა ჩაიდინე, ან რამე შეცდომა დაუშვი, იმისთვის რომ დამნაშავედ იგრძნოთ, მაგრამ ისინიო არ გაჩვენებენო იმ მომენტებს, სადაც თვითონ გიბიძგებენო ამ დანაშაულის, ამ ცოდვის ჩადენაში. ხო, და თქვენ გიჩვენებენო მხოლოდ შედეგს. იმისთვის რომ შემდეგ თქვენ იგრძნოთ თავი დამნაშავედ. თუ თქვენ შეიჯახეთ მასეთ თქვენ თუ შეიჯახეთო მასეთ სიტუაციას, იცოდეთო, რომ თქვენ წინაშე მანიპულაცია ხდებაო. მაგრამ როგორ უნდა დავახციოთ ამ სიტუაციას თავი, თუ მაგალითად მასეთ სიტუაციაში მოხდა გარდაცვლილი სული. როგორ უნდა ვაიძულოთ მათ, ვაჩვენოთ ჭეშმარიტი სახე და სამუდამოდ დააგანებონ თავი. თქვენ ამისთვის კი არსებობს ერთი საიდუმლო პაროლი, ძველი ფორმულა, რომელსაც მე ვახსენებდი დასაწყისში. მე კი არა, ვინც ვიდეო გადაიღო ატვირთვა, ხანდახან მესამე პირით ვამბობ, ხანდახან მავიწყდება. ხო, რომ ჩემი არ გეგონოთ ეს ჩემი ნათქვამი, ამას ვინც ყვება, იმ ადამიანის პირით ვამბობ. ხო და ვიდეოს დასაწყისში იყო ნახსენები ეს მეთოდი. ეს ცოდნა, რომელიც იყო დასაწყისში ნახსენები, გადაეცემოდა დახურულ სკოლებში. ადრე იყო გნოსტიკების დახურული სკოლები. და ამ გნოსტიკების დახურულ სკოლებში გადაეცემოდა ეს ცოდნა. და ეს ხდებოდა 1000 წლის განმავლობაში. ეს ცოდნა გადაეცემოდაო 1000 წლის განმავლობაში. და ახლა ეს აქტუალურია როგორც არასოდეს. ტიბეტურ სწავლებებში ბარდას მდგომარეობისა
არსებობს სამიანი კითხვები, სამი წესები. ეს არის თქვენი თავარი რომ იტყვიან სწრახოვკა, დაცვა სიკვდილის შემდეგ. თუ თქვენ წინაშე დგას არსება, ანუ სულსნესი და არა სущество. Სущество ეს არის ხორცში ყოფი არსება. სულსნესი, ამათ უძახიან სულსნესი. ყველა ვინც თქვენ შეხვდებათ სიკვდილის შემდეგ იქ, ეს არის სულსნესი. და როდესაც თუ თქვენ წინაშე დგას ეს არსება, როგორც კარგად არ უნდა გამოიყურებოდეს, ის დგას თქვენ პირდაპირ და შეგნებულად უნდა კითხოთ მას. სამჯერ უნდა კითხოთ, ვინ ხარ შენ შენი არსებით. სამჯერ, ვინ ხარ შენ შენი არსებით. ეს შეკითხვა არ არის მხოლოდ სიტყვების მარაგი. ეს არის ენერგეტიკული კითხვარი. ანუ ამ შეკითხვით თქვენ მოქმედებთო იმ არსების ენერგეტიკულ დონეზე. ასტრალური პლანის კანონების მიხედვით პირდაპირ გზავნილზე შეკითხული დასმული სრული ნების კონცენტრაციით კითხვაზე არსება ვალდებულია უპასუხოს ან მოქმედებით ან ფორმის შეცვლით. ანუ იქ თქვენ რომ დასვათ კითხვას, იქ ასტრალურ დონეზე, ხო, სიკვდილის შემდეგ სული მიდის ჯერ ასტრალურ დონეზე საერთოდ და იქ ბევრი მახები იყო ადრე. და არ აქვს უფლება თქვენ არ გიპასუხოთო. ან შეეცვლებაო ეს ნიღაბი, ან მოქმედებით, ან ფორმით, ან მოქმედებით იცვლებაო მდგომარეობა. მას არ შეუძლია უსაზღროდ თქვას ტყვილი. როდესაც მას კედლისაკენ უბიძგებენ, ანუ მიაყუდებენ კედელთან, მისი ბუნების ყოფაზე ის ტყუილს ვერ გეტყვით, ვერ დაგიმალავთ. ელიას ნოქსი, ხო, მე ვიდეოში რომ უსმენდი ამ ჩემ ჩანაწერს, გაუგებრად ისმოდა ეს სახელი და გვარი, ამიტომ კიდევ გავიმეორებ. ელიას სულ ბოლოს სნოქსი. ეგ ვინმეს კიდათ მოძებნოთ მისი ინფორმაცია მასზე. და ელიას ნოქსი იძლეოდა რეკომენდაციას დასვათ ეს შეკითხვა სამჯერ. პირველად რომ დასვამთ ამ შეკითხვას, თქვენ შეგიძლიათ შენიშნოთ სუსტი ყევა ნიღავს რომ უყურებთ, ყევას იწყებსო. მეორეჯერ დასმის დროს სივრცე არსების გარშემო იწყებს ვიბრაციას, ყევას. მისი ნათება ხდება მკრთალი. შესაბამისად იმისა, თუ ვინ არის თქვენ წინაშე, როგორი პარაზიტი, ის იძულებულია და თუ თქვენ წინაშე პარაზიტია, ის იძულებული იქნება დააგდოს ნიღაბი და აქ უნდა გამოხატონ რკინის ნება, რადგან ის, რასაც თქვენ ნახავთ, შეიძლება იქნეს საშინელება.
ესე იგი ბებიის მაგივრად თქვენ ნახავთ პარაზიტის ნამდვილ სახეს. ისად გაბრწყინდება, სანამ ამ ნიღაბს მოიხსნის, შეიძლება მან ქრისტეს სახე მოირგოს, შეიძლება თქვენ წინაშე წარსდგეს რაღაც, რაც მოგაგონებენ ჰიგანტურ წყერს. შეიძლება ბებიის სახე კონდეს ამ პარაზიტს, ქრისტეს სახე კონდეს და ამ ნიღაბს რომ მოიცილებს სამჯერ, როდესაც კითხავთ. შეიძლება თქვენ წინაშე ნახოთ ჰიგანტური მწერი ან ფორმა კონდეს დრაკონიელების ან რეპტილოიდების ან კიდევ სხვა მწერების სახე, მაგალითად ფორმა. ამ დროს არ უნდა შეგეშინდეთ, უბრალოდ თქვენ უბრალოდ ხედავთ, ისინი ასტრალურ დონეზე არ დადიან სხეულებით. მათ აქვთ პრაქტიკა, გამოცდილება სხეულიდან გამოსulis და თავისი ასტრალური სხეულის წარსგებიან ხოლმე. ამიტომ თქვენ შეიძლება ისინი ნახოთ უბრალოდ შავი გროვის სახით, რაღაცის ფორმის სახით და შეიძლება ამ შავმა გრომა ნებისმიერი ფორმა შეიძინოს. წეპოვანი ნისლი გეგონება, წეპოვანი ნისლი, ბევრი თვალები შეიძლება შავი გროვა გაჩნდეს თქვენ წინაშე, ბევრი თვალებით შეიძლება, გიგანტური მწერის სახით შეიძლება, რეპტილოიდი ან დრაკონიელების სახით ფორმა იქნეს, როგორც ჭტილი. ეს არსებები ხშირად გამოიყურებიან როგორც რაღაც ღამის კოშმარებიდან. თქვენი პირველი რეაქცია არის გაქცევა და ის არის რისი იმედი აქვთ მათ. თუ შიშის გამო თქვენ გაიქეცით, თქვენ ისევ მოხდებით მათ სტიქიაში, მათ მორევში ისევ მოხდებით, რადგან შიში ეს არის მათი მშობლიური სტიქია, მაგრამ ახლა თქვენ იცით, რომ იცით სადიმალება საიდუმლო. როდესაც ნახავთ მონსტრს, არ უნდა შეგეშინდეთ. თქვენ უნდა განაცხადოთ უпростоრად თქვენი სუვერენიტეტი. როდესაც ნიღაბი ჩამოგდებული იქნება, მათი თავარი ძალა არის ტყვილი. ხო, მათი თავარი ძალა არის ტყვილი, როგორ გაგაბრიყვან, როგორ მოგატყუოთ და ამ ყველაფრის შემდეგ, როდესაც ნიღაბი იქნება ჩამოვარდნილი, მათი ტყვილი მეტი არ მოქმედებს. ახლა თქვენ ხედავთ მონადირეს. მას ესმის, რომ ნანადირები ანკესიდან მოწყდა, გაექცა. რა უნდა ვქნათ შემდეგ? სად წავიდეთ, თუ ტუნელის შესასვლელი გახდა მახე? ანუ სულმა სად წავიდა? სად უნდა წავიდეს, თუ ტუნელის შესასვლელი გახდა მახე? როდესაც ნიღაბი მოხსნილია და თქვენ წინ წარსგა არსება, რომელიც თავის თავს ნათესავად მოგაჩვენებდათ, დგება ყველაზე საპასუხისმგებელი მდგომარეობა. ბევრი სული ასეთ მომენტში ასრულებს საბედისწერო შეცდომას. ასრულებს მეთქი, ბევრი სული ასეთ მომენტში აკეთებს, მე ასრულებს საბედისწერო შეცდომას. ისინი ვარდებიან პირველ მყოფ საშინელებაში, როდესაც ხედავენ წერს, ხო აქ საუბარია სულებზე. სულები ვარდებიან პირველ ყოფილ საშინელებაში, როდესაც ხედავენ წერს.
წერის ან რეპტილოიდის სილუეტს. ხო, სილუეტს, იმიტომ რომ ცოცხალი სხეული დიდ არავინ არ დადის. იგენი გამოდიან სხეულებიდან და მათი სულები დადიან ყველგან, დაეხეტებიან. და როდესაც ჩვენ სული ნახავს ამ სილუეტებს, მათი ცნობიერება განიცდის კოლოსალურ შოკს. ეს შიშია, რაც უნდა პარაზიტებს. შიში არის სკელი წებოვანი ენერგეტიკული წებო. წებოს მაგვარი, რომელიც გართმევთ თქვენ მანევრირების საშუალებას. ანუ ალბათ მე შევადარებდი ამას პარალიჩს. ხომ არის ხანდახან აი ხედავ რაღაცა სიზმარიც არა, რეალურად ხედავ რაღაცას და თითქოს და პარალიზებული ხდები, შიში. აი ამას უკაცრავად მე ხა ერთ მაგალითს მოგიყვან თქვენ ჩემი პრაქტიკიდან. მე ვარ, მე მტარი არ ვიყავი, მაგრამ თუ შიშმა როგორ იცის პარალიზირება, გაგთიშავს მომენტალურად. მამა მაშინ ცოცხალი იყო, მე ვიყავი ლოგინზე წამოწოლილი. ფარდა იქ ოთას ყოფდა ფარდა და ფარდა იყო გამოწეული ცოტა. და გამოვედი, იცით რა, ისეთი მომენტში ვიყავი, არც ძილში ვიყავი და არც რეალურ სიფხიზეში, არა. არც მძინავდა და სადღაც ვიყავი ძილის და რეალობის საზღვარზე მგონი. რატომ გეტყვით ახლა? ჩემი ასტრალური სხეული იყო ჩემში. ადამიანი რო იძინებს ხოლმე, ასტრალური სხეული გამოდის ორგანიზმიდან და დაეხეტება სადაც უნდა. და სული, ეს სული, რომელსაც ჩვენ უწოდებთ თუ ნაწილი რაღაცა, ალბათ ის ნაწილი ის ასტრალური სხეული, მე იმიტომ ვამბობ ამას, არ ვამბობ სულს, ასტრალურ სხეულს გულისხმობ. რატო და გამოდის ასტრალური სხეული, ეს ზუსტად ვიცი. და ასტრალური სხეული არ იყო იმ მომენტში გამოსული, იყო ჩემში და მე თვალი მქონდა დახუჭული. ფიზიკური თვალები დახუჭული მქონდა. და მე ვიყურებოდი ასტრალური თვალებით. ხო, რატო და რას ხედავდი? ხედავდი მამას, იდგა ტელევიზორის წინ. კარებთან იდგნენ ანგელოზები. უფრთო ანგელოზები თეთრ ტანისამოში ქერათმებით ორივე ერთმანეთს გავდა. ორივე ერთმანეთს გავდა. და ეს ანგელოზები რომ ნახე, კაცო, მინდა დაუძახო მამაჩემს, ვერ ვამბობ, ვერაფერს ვერ ვლაპარაკობ, თითქოს პარალიზებული ვიწექი. ვერაფერს ვერ ვამბობ. ამ ასტრალური ჩემი თვალებით, ასტრალური თვალებით, ფიზიკური არა, ასტრალური თვალებით ხედავ, ერთი ეტყობა უფროსი იყო, მამისკენ რომ იდგა ის. ვიძახე. გონი საცხა მაგცეს მოყოლილი. მამაჩემს უძახე. არ საპარაკი საუბარი არ შემიძლია და ეს ერთი ანგელოზი რატო შემიშინდა, არ ვიცი, არაფერს აშავებდნენ, უბრალოდ იდნენ კარებთან, საკუთარი სახლის კარებთან. და ეს ანგელოზი წამოვიდა ხა ჩემსკენ. ალბათ დავამშვიდებო თუ რა. ხო და აი ცოტა აქ და ლოგინამდე რომ მოსულიყო ჩემამდე. უფრო ძლიერად დავიკვირდეს, არა და ყოლილი არ შემიძლია. იმ დროს მომაქცია მამაჩემ ყურადღება. მამაჩემი წამოვიდა ჩემსკენ და ეს ანგელოზი დაიხია უკან. ხო და ცოტა ხანში მამაჩემი რომ წამოიწია, მე უფრო გამბედავი გავხდი და თვალები გავახილე. გახდა ჩემი ფიზიკური თვალები გავახილე და ანგელოზები არ იყო, გაქრა. წარმოგიდგენიათ? აი ამდაგვარ შოუს განიცდის სული, როდესაც დგას იქ ასტრალური სხეულის პლანის შესასვლელთან.
ხო და შიშსო ტყუად არ ამბობენ, შიშსო ფართო თვალები აქვენო და პარალიზებას იწვევს შიში საერთოდ. ხო და იქ ასალურ დონეზე შიში ყოფილა რაღაც სკელი წეპოვანი ენერგეტიკული მასის მაგვარი, რომელიც შენო გართმევსო მანევრირების საშუალებას, ანუ ვერ იძლევი. ამას ეს ნიშნავს. მაგრამ ელიას სნოქსი გვასწავლის სხვა ხერხს. თქვენ უნდა გაცნობიეროთ, რომ ამ არსებას თქვენზე არ აქვთ არანაირი რეალური ხელისუფლება. გარდა იმისა, რომ აქვს იერარქია. ასტრალურ სამყაროში იერარქია შენდება გაცნობიერების ძალაზე დაფუძნებით, ხო, გაცნობიერების ძალაზე დაფუძნებით არსებამ შეიძლება გამოიყენოს სიმაღლე, სადღაც დაუშვათ 100 სართულიანი შენობის სიმაღლის გახდეს, რომ შეგაშინოთ, ან უფრო მეტი. მაგრამ ეს არის კიდევ ერთი პროექცია, რომელიც არის იმისთვის, რომ შეაშინოს სული. ის პარაზიტია. თქვენ ხართ პატრონი თქვენი ენერგიისა. თქვენ ხართ სუვერენული არსება, რომელიც ფლობს უფლებას თვითონ განავითაროს გადავედი სხვაზე. თქვენ ხართ სუვერენული არსება. თქვენ გაქვთ უფლება თქვენ თვითონ განავითაროთ თუ რაც მოიმოქმედებთ. არ არის საჭიროება უყვირო იმ არსებას თქვენ წინაშე ვინც დგას, არ არის საჭიროება ბრძოლაში, მიწიერ გაგებაში, ანუ ფიზიკურად შეხვიდე ამ არსებასთან. საკმარისიაო მხოლოდ 7 შეუდრეკელი მტკიცებულება, მდგომარეობა. ხო, უდრეკად უნდა იდგეთ, არ უნდა შეგეშინდეთ მისი. და უნდა უთხრათ მას, იმ არსებას, რომელიც თქვენ წინაშე დგას, რა ფორმაც არ უნდა მიიღოს. მე არ ვაღიარებ შენ ხელისუფლებას. მე არ ვიღებ შენ სცენარის. მე ვაუქმებ ყველა კონტრაქტებს. ვაუქმებ ყველა კონტრაქტებს, რომელიც დავდე იძულებით ან მოტყუებით. მე თავისუფალი ვარ. როგორც კი ეს სიტყვები იქნება წარმოთქმული მათ უკან, ვინც დგას, და ვინც თქვენ გისვენთ და ხედავს თქვენ სრულ თავდაჯერულობას, ენერგეტიკული ძაფები, რომელიც თქვენ გაკავშირეთ ტუნელის სისტემასთან, დაიწყებს დაშლას. პარაზიტები ამ ფერმის სისტემისა, ასტრალური ფერმის სისტემისა ძალიან გრძნობიარენი არიან იმ მდგომარეობასთან, რასაც ისინი უწოდებენ ველურ სულს,
ეს ის სული არის, რომლებმაც გაიხსენა თავისუფლების გაიხსენა, რომ ის არის თავისუფალი, მათთვის თქვენ ხდებით არა გემრიელი ლუკმა, საშიში. მათთვის ხდებით საშიში ობიექტი. თქვენ მეტი არ გენერირებთ, გავახს. თქვენ იწყებთ ტრანსლირებას თავისუფლების სიხშირეზე, რომელიც დამაგრეველია მათი სტრუქტურებისთვის. ამ მომენტში მონსტრ შეუძლია ტაქტიკის შეცვლა. ისევ გადაიქცეს ვინმე სახეთ. კიდევ აირჩევს ვინმე, ხო, ადამიანს ბევრი ახლობელი ყავს დედამიწაზე, ხო, და დაიწყებს მუქარას მარადიული ტაჯობთან დაკავშირებით. არ უსმინოთ, არ შეხვიდეთ დიალოგებში ამ არსებასთან. ნებისმიერი ურთიერთობა მათთან ეს არის ენერგიის დაკარგვა. აქციეთ მათ ზურგი. ხო, თუ გააგრძელეთ საუბარი, დაკარგავთ ენერგიას. ამიტომ აქციეთო მათ ზურგი. მაგრამ ალბათ კითხვა გაგიჩნდებათ იმ მომენტში, სად წავიდე შემდეგ, რა ნაბიჯი გადავდგა. თუ ტუნელი არის თქვენი ზურგის უკან, თქვენ კი მოჩვენებით ხო, კითხვა დაისმის და მაპატიეთ, კითხვა დაისმის, ეკითხება სული მის თავს. თუ ტუნელი არისო, მახე სად წავიდე აწი. დაუშვა, თქვენ გაიარეთ ყველა გამოცდები, გაიარეთ ყველა ზედაწოლა ამ არსებისაგან. და ალბათ გაინტერესეთ თუ აწი რა ვქნა, როგორ მოვიქცე. ეს თქვენ გონიათ, კი, ტუნელი თუ არის თქვენ უკან, თქვენ წინ კი მოჩვენებითი სიცარიელეა. ხო, თქვენ გეგონებათ, სულს ეგონება, რომ თქვენ დგახართ, სული დგას მოჩვენებით სიცარიელეში. მაგი ხომ ჯერ ვერ ხედავს ვერაფერს, იმ შუქის გამო, ხელოვნური შუქის გამო. სული მეტი ვერაფერს ვერ ხედავს. მაგრამ როდესაც ის ზურგს აქცევს, ტუნელს, ის შემდეგ ცდილობს იპოვოს გზა შინ და ეკითხება თავის თავს, თუ როგორ ვიპოვო გზა შინ. პასუხი დევს პარადიგმის აღთქმის შეცვლაში, რომლისთვის არ გვამზადებდნენ. ხო, მე კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, რომ ძველად სიკვდილისთვის ამზადებდნენ ხალხს. იყო ეს რომ მიღათ ვიდეოში ბევრჯერ მაქვს ახსენები ეს მე. იყო სპეციალური გამცირებელი, რომელიც გამოდიოდა სხეულიდან, მიყვებოდა გარდაცვლილი სულს, მიიყვანდა ადგილამდე, შემდეგ ბრუნდებოდა უკან მის სხეულში. და ასწავლიდნენ ხალხს, თუ სიკვდილს როგორ უნდა შეხვედროდნენ, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ, როდესაც გარდაიცვლებოდნენ, მე-13 დღეს, მე-9 დღეს, მე-40 დღეს. და სული, გარდაცვლილი სული არ ვარდებოდა სტრესში, არ იყურებდა შიში, ან გაუგებრობა იმისა, თუ როგორ უნდა მოქცეულიყო. ზოგი მკვლევარები სხეულის გარეთ გამოცდილებით მქონე მკვლევარები, ბევრი ასეთი, რომელიც გამოდის სხეულიდან და მე მოგიყვანეთ თქვენ იმ ვიდეოში პირველ ნაწილში, რომ ერთ-ერთი არის რობერტ მონრო, რომლის წიგნი მაქვს მე წაკითხული და გადმოწერილი კონსპექტი. მეწუნეთ 2013-14 წელს
ეს ცოტა იყო ადვენებისთვის გაუგებარი, მაგრამ ახლა ბევრი ატარებს ამ პრაქტიკებს, არ გაგიკვირდეთ. ძველი გნოსიციზმის პრაქტიკოსები და ყველა ესენი, ვინც სხეულებს ტოვებს ხელმე და პრაქტიკას, ასეთ პრაქტიკას გადის, რომ სხეულს ტოვებს და დადის ასტრალურ პლანზე, ამბობენ, რომ მთავარია შეცდომა არ დაუშვას მკვდარმა. და ამ შეცდომას ძალიან ბევრი უშვებსო. რა შეცდომაა ეს? ეს შეცდომა შედგება იმაში, რომ სული აფიქსირებს ერთადერთ შემოთავაზებულ გზას. სინათლის ტუნელი არის წინა შესასვლელი გამანაწილებელ ცენტრში, სულების ცენტრში, ნათლად, კაშკაშად განათებული მაგისტრალი, რომლებსაც ვიყავხარ სულების დიდ დაწესებულებაში. ერთადერთი რეალური სამყარო არ არის შემოთავაზებული ერთი ტუნელით, ანუ იმ ერთი ტუნელით არ სრულდება ასტრალური სამყარო. ხო, სულს გონია, რომ ტუნელის იქეთ მეტი სხვა არაფერი მდებარეობს. იმიტომ რომ ხელოვნური შუქი, რომლითაც არის ეს ტუნელი განათებული და ფარავს ყველაფერს. ანუ კულისებს მიღმა ტერიტორიას ფარავს. და როდესაც თქვენ ვარს ამბობთ, იაროთ ყალბ შუქზე და აცხადებთ თქვენ სუვერენიტეტს, თქვენი ასტრალური თვალები იწყებს ხედვას. ანუ თქვენ ნელ-ნელა თანდათანობით იწყებთ, თქვენი თვალები იწყებს ხედვას, შეჩვევას ამ ასტრალური პლანისა. თქვენ ბევრ რამეს ნახავთ. თურმე რომ არ ყოფილა ცარიელი სივრცე, როგორც ჩვენ გეჩვენებოდა და როგორც სულს ეჩვენება, რომ თითქოს ეს ტუნელი ერთ-ერთი გზა, მასე არ ყოფილა თურმე. ხო და სულის თვალები იწყებს ხედვას იმისა, რაც იყო დაფარული ამ ხელოვნური დეკორაციების მიღმა. ხო, ეს ის დეკორაცია, რომელსაც ქმნის ის ნეგატიური არსება, რომ თავგზა აუბნიოს სულს და შეიტყოს სულების მახეში. ელიას სნოუსი აღწერს მას, როგორც უეცარი, ასე თქვათ, პრაზრენიე. უეცარი გაელვება, უცებ უელვებს რაღაცა თავში სულს და დერეფნის მაგივრად, ვიწრო დერეფნის მაგივრად თქვენ წინ იღება ამ სულის წინაშე, გადაცვლილი სულის წინაშე იღება უსაზღვროდ უდიდესი ვარსკვლავური ცა. ეს ის ცა არ არის, რომელსაც ჩვენ ხედავთ მიწიდან. ყოველი ვარსკვლავი ამ სივრცეში არ არის აირიანი გიგანტი. არა. არამედ არის კარიბჭე. გასასვლელი სხვა კარიბჭეებში, სხვა სამყაროებში, სადაც
პარაზიტიზმი არ არსებობს. ეს არის ჭეშმარიტი თავისუფლება, ჭეშმარიტი გზა. მისტიკები რჩევას გვაძლევენ, ეძებეთ არა შუქი, არამედ სივრცე. ხშირად გზა ჭეშმარიტ წყაროსაკენ დევს. იმის გასვლა, რაც გონია აბსოლუტურ სიცარიელეთ. ხო, ესე იგი, ზოგჯერ ჭეშმარიტი წყაროსკენ გზა დევსო იმ აბსოლუტურ სიცარიელეში, რომელიც ჩვენ თავიდან, ჩვენ კი არა, გარდაცვალ სულს თავიდან გონია სიცარიელე და არ იცი საწავიდეს. ან ბარხატულ სიბნელეთ, ამ სიბნელეში, რომელშიც სული რჩება, როგორც გონია მარტო, თუ ტუნელი, ეს დაღუპველი ტუნელი ტვერ სასრუტია, ხო, შეიძლება შეადაროთო ტვერ სასრუტს. ეს ვარსკვლავური სივრცე არის საშუალება და თქვენ უნდა ირჩიოთ თქვენი მიზანი, თქვენი განწყობა. ამ მომენტში მუშაობს როგორც ნავიგაციური სისტემა. თქვენი მიზანი. თქვენ რომ დააფიქსირებთ თქვენ მიზანს, თქვენ რა გინდათ, ეს თქვენი სურვილი მუშაობს როგორც ნავიგაციური სისტემა. არსებობს გაგება სამყაროს შავი შესასვლელი. ეს არის ცნობიერების უნარი, ჩაკეტო სივრცე და დრო აღმოჩნდე შენი ჭეშმარიტი წარმოშობის წერტილში. წამიერად. ეს ხდება წამიერად. ამისთვის არ არის საჭირო სადმე გაფრინდე. ჭეშმარიტი სახლი ეს არ არის გეოგრაფიული წერტილი. ეს არის ვიბრაციული მდგომარეობა. როგორც კი სრულიად გაწმენდათ თქვენ ცნობიერებას მიწიერი მიჯაჭვულობებისაგან, შიშებისაგან და ყველაფრისგან. სისტემა უბრალოდ ატიებს თქვენზე მოქმედებას, იქაური სისტემა იმ პარაზიტების. საერთოდ მათ თვალში, მათი თვალის ხედვიდან თქვენ კრებით. ისინი თქვენ არ ხედავენ იმ მომენტში. როდესაც თქვენ არ დენებდით და თქვენ გზას გააგრძელებთ, ისინი თქვენ ხედვას ვერ შეძლებენ, ვერ გაგაკონტროლებენ. ფიზიკურად, მართლა, უჩინმაჩინივით იქნებით მათთვის. თქვენ ხდებით მათთვის უხილავი. მათ რადარებისთვის, ასე ვთქვათ, ხდებით უხილავი. თქვენ ბუკვალურად გამოვარდებით მათი რეალობიდან, მაგრამ როგორ მოვიპოვოთ ძლიერი ნების ყოფა, როდესაც სიკვდილი მოვიდა და ცნობიერება პანიკაშია. ძალიან წვრილად მაქვს დაწერილი. შეიძლება თუ არა ამ შენ
მოემზადო ამ შეხვედრისთვის წინასწარ. კი, წინასწარ შეიძლება თურმე ადამიანი მოემზადოს ამ მომენტისთვის და ეს მოხდება, ეს მომზადება იწყება არა ტაძრებში და არა წიგნებში, არამედ ყოველდღიურ პრაქტიკაში თქვენი ახლანდელი ცხოვრებისა. თქვენი მდგომარეობა გადასვლის მომენტში არ არის შემთხვევით. ანუ შემთხვევითობა არ არსებობს. და იქაც ასია, შემთხვევითობა არ არსებობს. და თქვენი გადასვლის მომენტში არ არის შემთხვევითობა, არ ხდება. ეს არის თქვენი პირდაპირი ანაბეჭდი თქვენი ჩვევებისა და შიშებისა. რეაგირების წესებისა. რომელიც თქვენ შეაგროვეთ ცხოვრების მანძილზე. თუ თქვენ დედამიწაზე მიეჩვიეთ, როდესაც ცხოვრობთ დედამიწაზე, მიეჩვიეთ დამორჩილებას ავტორიტეტებზე, აქ არა საუბარი მხოლოდ ქურდებზე, კრიმინალურ ავტორიტეტებზე, აპატიეთენა მებნება. არა, აქ არის ოჯახის ავტორიტეტებზე საუბარი. მაგალითად, ვინმე ოჯახში არის ტირანი, ან ბებიები, ბაბუები და კი იცით, ახლა ბებიები და ბაბუები ძველ თაობას მიეკუთვნებიან. ყველა თაობაში არის თავთავისი ნაკლი და პლუსი, ხო? და ამიტომ ვითომდე საბჭოთა კავშირში დაბადებულები გაზრდილები შეჩეული იყვნენ ბრძანებლობას, შეჩეული იყვნენ, აი, გინდა თუ არა უფროსი რომ იყოს, ტყანიც რომ იყოს, შენ მას უნდა დაემორჩილო, ხო? აი, მაგალითად, შენ რაღაც არ მოგწონს, მაგრამ შენ თავზე გახვევენ იმას, რაც შენ არ მოგწონს მაინც, ან კარნახობენ, ვისთან იმეგობრო, ვისთან არა, კარნახობენ საწახვიდესად არა, ან რა ჩაიცვა რა არა, ან და ამდაგვარი სიტუაციები, ხომ გესმით ჩემი? ხო. და კიდევ რა? როდესაც ვისაც მაქნები ყავთ თქვენ და აჰა, დიდ ქალაქებში მიცხოვრობს, მაგალითად თბილისში, ჩვენ რა, არც დიდია ჩვენი ტერიტორია და ყველაზე დიდი ქალაქი თბილისია, ხო? იქ ხშირად არის საცობები. აი ამ დროსაც უნდა გააკონტროლოთ ემოციები, რადგან თქვენ რომ აგინებთ ერთმანეთს იქ საცობების გამომიდის გინება, ან კიდეც შეიძლება წვეულა. ამასაც უნდა გავურთულდეთ ყველა. და რას ნიშნავს ეს, რომ თქვენ ახლაიდან არ უნდა მიცეთ არავის უფლება თქვენ გიკარნახოთ რა გააკეთოთ, ხო? აი, მაგალითად, თუ ვინმეზე ხარ დამოკიდებული, მაგალითად სამუშაოს ხრივ და ის ადამიანი თავის თანამშრომლებს უფროსი ექცევა ცუდად, რომ დაახტიო ასეთ ადამიანს თავი, უნდა წახვიდე სამუშაოდან, ან უნდა დააჩაგვრინო ამ ადამიანს თავი იმისთვის, რომ შენ პურის ფული არ დაკარგო. მესმის მე ყოფილვარ მასე მდგომარეობაში ბევრჯერ. არა უფროსები ოფიციალურად მასად მიმუშავია, მაგრამ ოჯახის წევრებისგან, იგივე ოჯახის წევრებისგან კარნახობენ, შენ გახვევენ თავს, რაც არ მოგწონს იმას. ხო, შენი ას არ ითვალისწინებენ. მერწმუნეთ, ეხა ეს ამბები არ განიხილება საერთოდ ოჯახში რაც ხდება. ამიტომ მე გეტყვით, რომ ბევრი ოჯახია ისეთი, სადაც უფროსი ოჯახის წევრი ჩაგრავს მის უმცროსს, ანუ შვილს. არიან, ალბათ
თქვენს ყავთ ასეთი გარემო ან მეზობლები ან ნათესავები ან სადმე სოფელში ხართ, დაუშვათ სტუმრად და მიდიხართ და იქ ხდება ასეთი ადამიანები. მაგალითად, თუ ქმარი არის ავი, ცოლს და შვილებს ჩაგრავს, თუ დედამთილი ავი, ძალი შეჭმული ყავს, თუ მამამთილი ავი, ძალი შეჭმული ყავს და ბავშვები, თუ რძალი ავი, დედამთილ მამამთილი ყავს შეჭმული, ზოგი ქმარს იხობს ხელზე. აი ასეთი, რომელსაც ჩვენ ვუძახით წვილმანე, ეგ წვილმანები გვიფუჭებენ შემდეგ ჩვენს საქმეს მომავალში, რეალობაშიც და ასტრალურ პლანზეც. მერწმუნეთ. თუ გჯერათ იმისა, რასაც ტელევიზორში ამბობენ და მიყვებით ბრბოს, თქვენ დიდი ალბათობით წაყვებით ანგელოზის ფორმით გამოცხადებულ ან ახლობელის ფორმით გამოცხადებულ ან რომელიმე საყვარელი ადამიანის ფორმით გამოცხადებულ პარაზიტს ან ბებიებს წაყვებით ტუნელში, აუცილებლად წაყვებით ტუნელში. არც კითხვებს დაუსვამთ, არც შეეკითხებით თუ ვინ არიან ისინი წარმოშობით. და ამ დროს თუ ასე მოხდა, თუ თქვენ წაყევით ამ პარაზიტებს, ეს არის ხდება თქვენი მეორე სიკვდილი. იქ თუ ფიზიკური სხეულის სიკვდილია, აქ სულის სიკვდილი მოხდება. და მინდა დავამატო, რომ ვით სულს ყიდის, მაგალითად რაღაცების გამო, სულს მიყიდის ეშმაკს, მათი სულიც მკვდრად შეიძლება ჩაითვალოს, იმიტომ რომ შენ სულს შენი სულის მესაკუთრე შენ არ ხარ შენი თავის, ჩვენ ყველანი სულები ვართ, მაგრამ ჩვენ თავს, ესე იგი სულს ჩვენ თავს მივყიდით ეშმაკს, ჩვენი თავის მესაკუთრები არ ვართ, ვართ ეშმაკის საკუთრება. და თქვენი გაცნობიერება სიკვდილისა იქნება ზუსტად ისეთივე, როგორც თქვენი გაცნობიერება აქ და ახლა ფიზიკურ სამყაროში. მთავარი არის განავითაროთ კრიტიკული აზროვნული პრაქტიკა, საკუთარი ემოციების მართვა ისწავლეთ. ამოცნობა, როდესაც თქვენით ცდილობენ მანიპულაციას ან სიცოცხლის და დანაშაულის შეგრძნების ჩანერგვას, თუ ვინმე ამ სამყაროში პოლიტიკოსი ან ვინმე გაიძულებენ თქვენ იმოქმედოთ, რომ შენ უნდა გააკეთო, შენ დამნაშავე ხარ. ეს არის მანიპულაცია, ხო? და კიდევ დავამატებ. ჯერ ერთი, თქვენ არ ხართ ვალდებულები არავის და არაფრის მიმართ, არაფრის წინაშე. არც ვინმე არის ვალდებული თქვენ წინაშე. უბრალოდ თუ თქვენ რამეს აკეთებთ თქვენი ნებით, ეგ სხვა. მაგრამ როდესაც თქვენით მანიპულირებენ, თუ თქვენ შვილი ხარ და მშობელი ყოველთვის გეუბნებათ, ან ვინმე კიდევ ნათესავი, შენ ხარ ცრუმორწმუნე, შენ ხარ ტუპიაკი, შენ ხარ სულელი. თქვენ თავზე კიდე არ უნდა თქვათ მე ვარ სულელიო, არ უნდა თქვათ, არ შეიძლება. ორგანიზმი ამ სიტყვას გებულობს, ესმის თქვენ რასაც ლაპარაკობ და პირდაპირ გაგებდებულობთ ყველაფერს. თუ თქვენ გეუბნებიათ, შეხარ დამნაშავე ამაში, არა და არ ხარ, ან შენი ბრალია მასე რომ მოხდა, ხო? ან დაუშვათ ეს რატო არ გააკეთე ასე, ეგ შენი ბრალია, შენ ზარალი გვანახე და ასე. ამდაგვარი სიტუაციები ბევრია ცხოვრებაში. თითქოს ჩვენ გვასწავლიან, რომ მოთვენა უნდა გაგვაჩნდეს, უნდა ვითვინოთ, უნდა დაუთვოთ, ხო?
არავითარ შემთხვევაში გააჩინა სიტუაციებს. გააჩინა. თუ ხარ დამოკიდებული რამესზე, ხო? ან გარემოზე, ხმას ვერ ამოიღებთ. ამ დროს ვერ გავამტყუნებ ვერავის მე, იმიტომ რომ მეც მასე მდგომარეობაში ვიყავი და ახლაც ვარ. იმიტომ რომ კარგი, ამას მე ხარ არ ვიტყვი, რადგან ცხოვრობ ამ ტერიტორიაზე, ამიტომ არ მინდა თქვა, რომ წაიკითხონ, მოусვინონ ჩემ ვიდეოს, გამებრაზდებიან. რადგან ეს ხალხი ცოცხლებია. კარგი, მოდით გავაგრძელოთ. ორი ასპექტი. მუშაობა სიზმრებთან, გაცნობიერებულ სიზმრებთან არის სილა, ტრენაჟორი, სიკვდილის შემდგომი მოქმედებისთვის. ძილის სიზმრები და სივრცე აკრავს რომელიც აკრავს, თორე ძილში შედიხართ. უბრალოდ სიტყვებით მიდახლა, აგიხსენთ რომ გაიგოთ. აი მაგალითად, თქვენ ხომ იცით ფიზიკური სივრცე როგორია, ხო? აქ საჭიროა ჟანგბადი რომ იცუნთქო, ხო? წყალი გჭირდება რომ იცოცხლო, საკვები და წყალი. და იცით რომ აირისებულია ის ჰაერი, რომელსაც ჩვენ ვერ ვხედავთ რა, მაგრამ მაგ ჰაერის დახმარებით ვსუნთქავთ, ხო? ასევეა სიზმრის პლანი. ჩვენ როდესაც სიზმა ვიძინებთ და რა არის სიზმრები? ეს ჩვენი ასტრალური სხეული გამოდის და ადის სადღაც რაღაცას აკეთებს და ჩვენ ამას ყველაფერს აღვიქვამთ როგორც სიზმარს. აი კიდევ ერთი კონტროლის ნიმუში. რამდენი წიგნები გამოიცა სიზმრებთან დაკავშირებით, ხო? აი მაგალითად მე ეს ვნახე, ეს რას ნიშნავს, ეს ვნახე, ეს რას ნიშნავს. სინამდვილეში არაფერს არ ნიშნავს. ის არის თქვენი ასტრალური სხეული დადის სიზმრად და ეს სივრცე რომელიც ჩვენ წარმოგიდგენიათ როგორც სიზმრები, ხო, სიზმრად ყოფნა. ეს იგივე ასტრალური პლანია. ასტრალური სხეული, რომ ტოვებს ჩვენ სხეულს, ჩვენ ფიზიკურ სხეულს და გადის, ის გადის ასტრალურ პლანზე. მეტი სხვაგან ის ვერსად ვერ წავა. ფიზიკური მიწის გარშემო არის ასტრალური პლანი, რომელიც გაწმენდილია ამბობენ. მაგრამ მაინც ხა შეიძლება ვინმეს რამე შეხვდეს. ხო, აი ეს ბევრი არ იყო დარჩენილი, მაგრამ ხო, მე რა მინდა დავამატო. შიშები, რომლებიც შეიძლება გავმეორდეს, შიშები, რომლებიც ჩვენ გვაწუხებს აქ ფიზიკურ დონეზე, ეს შიშები თან ამ შიშებს იყენებენ იქ, როდესაც გარდაიცვლება ადამიანი და სული იქ წარსდგება, ამ შიშებს იყენებენ ხოლმე. ისინი ცდებიან ჩვენ ხო თან მიგვაქვს ჩვენი მეხსიერება განლაგებულია ასტრალურ სხეულში. მე მithქვამს ბევრჯერ რომ ჩვენი ფიზიკური ტვინი თამაშობს ხიდის როლს. კი, ინფორმაციას ამ ფიზიკური ტვინით ღებულობს ის ასტრალური სხეულის ტვინი და ინახავს იქ. ამიტომ ჩვენი შიშები, ჩვენი რაღაც ნეგატიური მხრები, რაღაც მიჯაჭვულობები უნდა შევეცადოთ ეს ყველაფერი დავამუშავოთ და ეს ტვირთი მოვიხსნათ. მადლობთ ყურადღებისთვის. დროებით.